პირველ რიგში კითხავთ გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან წასვლაზე, რას ნიშნავს ზოგადად ეს ნაბიჯი თავად სისტემისთვის, რადგან როგორც ცნობილია, ნათია მერებაშვილი კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრად მიიჩნეოდა, თავად მერებაშვილს, როგორც ვიცით, ჯერჯერობით განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა ყოველთვის ცხადია, რატომ წავიდა ის პროკურატურიდან და ამ სისტემიდან. მე ვფიქრობ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აქტიური, ასე ვთქვათ, მორალური პასუხისმგებლობის წინაშე დგებიან და დადგებიან შემდეგი კვირების და თვეების განმავლობაში და ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება ამ ადამიანების მხრიდან სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით, არის ცალსახად მისასალმებელი. მე დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც სიუჟეტები გავიდა ქალბატონ მერებაშვილთან დაკავშირებით ტელევიზიებში, მას ეწნეხი გაიზრდება სისტემის შიგნიდან. ისინი შეეცდებიან, რომ გარკვეულწილად უარყოფითი განცხადებები გააკეთებინონ ქალბატონ ნათიას მის წასვლასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ის ამ წნეხს გაუძლებს. სენატორ მაკეინის ცნობილი სიტყვები მახსენდება ყოველთვის ამ ვითარებაში. იყავით გამბედავი, რადგან ყველაფერი დანარჩენი მარტივია, ამიტომ მეგობრებო, იყავით გამბედავები და მამაცები, იმიტომ რომ ცხოვრებაში ყველაფერი დანარჩენი მარტივია. დღეს ისეთ ვითარებაში, ისეთ ექსტრაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით ყველანი, რომ ახლა ყანყალის და შიშის დრო არ არის. შიში უნდა დავძლიოთ, თქვენ შიში დაძლეული გაქვთ და კიდევ უფრო ძლიერ ნაბიჯებს ველოდებით. კი ბატონო, რაც შეეხება უშუალოდ საჯარო მოხელეებს, დღეარ გავა რომ არ გავიგოთ საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლების შესახებ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო მოხელეებს აქტიურად აიძულებენ, რომ უკან გაეწვიონ ხელმოწერა, სადაც დაგმობილია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. თქვენი აზრით, რამდენად მიღწევადია ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ეს მცდელობა, რომ დააშინოს საჯარო მოხელეები და ამით ჩახშონ მათ შორის განსხვავებული აზრიც? არ მგონია რომ მიღწევადი იყოს, გულწრფელად ვიტყვი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს გათვითცნობიერებული აქვს საქართველოს კონსტიტუციაში რა ეწერა და საერთოდ ჩვენი იდეოლოგიური კოდი რა იყო და ჩვენი იდეოლოგიური ხაზი, ანუ მორალური ვალდებულებებს რომ თავი დავანებოთ და ღირებულებით ვალდებულებებს, ასე ვთქვათ, რაზეც გავიზარდეთ და რის საფუძველზეც მოღვაწეობით სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა სტრუქტურებში. ეს ადამიანები, ამ ადამიანებს ეს არასოდეს არ შეშლიათ და სწორედაც ეგ იყო ის გამოძახილი, რასთან დაკავშირებითაც მათ ეს წერილი გაავრცელეს თავის დროზე, როდესაც სახელმწიფოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, de facto ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყანა გაეყვანა მთლიანად. ამიტომ ეს ადამიანები უკან არ დაიხევენ, დარწმუნებული ვარ, პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, იმიტომ რომ ისეთ წერტილს შეეხნენ ისეთი მორალური, ასე ვთქვათ, წითელი ხაზები გადალახა de facto ხელისუფლებამ და ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმა, რომ ეს უკვე პოლიტიკის მიღმა არის, აქ აღარ არის საუბარი, რომელ პარტიას გულშემატკივრობ, ან ხარ თუ არა ქართული ოცნების მხარდამჭერი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანს გაგაჩნია თუ არა საერთოდ მორალი, რაღაც ელემენტარული ფასეულობები და კრიტიკული აზროვნების ელემენტარული უნარი. აქ ამაზეა საუბარი და ჩემი აზრით საბედნიერო საჯარო სექტორი იყო აბსოლუტურად სავსე ასეთი სწორი მორალის და ფასეულობის მქონე ადამიანები. მათ პროფესიონალიზმზე რომ საერთოდ არც ვისაუბროთ, ცხადია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა კონგრესში იწყება, როგორც ვიცით, მეგობარი აქტის განხილვა, დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ეს ორპარტიული მხარდაჭერა თუ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კანონი საბოლოოდ მიიღონ, თან დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. როგორ ფიქრობთ თქვენ, დონალდ ტრამპი ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს საბოლოო ჯამში? მე ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც შევა მანდატში, ის საკვანძო ინსტიტუციებს, მათ შორის კონგრესს და სენატს შეეკითხება აზრს, თუ რა ხდება საქართველოში. უпроსტოდ მარტივ კითხვას დასვავს, რომ რა ხდება საქართველოში ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც ფაქტიურად ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მღელვარება არის მთლიანად დასავლეთში. მანიც ის, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იყო სტრატეგიული მოკავშირე. მას ფაქტობრივი მოცემულობა ხდება, რომ ეს სტრატეგიული მოკავშირეობა რაღაცა მიზეზების და გამო ფაქტიურად აყირავდა. როდესაც ის დაიწყებს კვლევას, თუ რა მოხდა საქართველოში ისეთი, რომ სტრატეგიული მოკავშირე დაუკარგეთ სამხრეთ კავკასიაში, მათთვის ხაზს უსვამს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, როგორც სამხრეთ დერეფნის ფაქტიურად საკვანძო მიმართულებაზე. ხო, ანუ კასპიისპირეთის და შავი ზღვის დამაკავშირებელ საკვანძო ტერიტორიულ, ასე ვთქვათ, სეგმენტში. მას ამ ანალიზს დაუდებენ მაგიდაზე. ეს ანალიზი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტისგან წარმოდგენილი, ეს ანალიზი იქნება წარმოდგენილი
ეიზენჰაუერის შენობიდან, ეგრეთ წოდებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შენობიდან, ეს ანალიზი იქნება წარმოდგენილი სენატიდან და წარმოდგენილი კონგრესიდან. მარტივი კითხვა ისვება, იქნება ანალიზი განსხვავებული ამ 4 ინსტიტუციიდან? პასუხი არის არა. იმიტომ რომ იმდენად შავი თეთრზე შეცდომები დაუშვეს ქართულმა ოცნებამ საკუთარი უგუნურობით და პრორუსულობით, ამასაც ხაზს უსვამ ამავდროულად და პროჩინურობით ფაქტიურად, რომელიც მათთვის როგორც ასე ვთქვათ, წითელი ფერის ნიშანია ტრამპის და დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, ხო ანუ რომ პასუხი ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშია და ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში არის ის, რომ საქართველოში დაბრუნდეს პროდასავლური და ამავდროულად შესაბამისად პრო-ქართული ხელისუფლება, იმიტომ რომ პროდასავლურობა არის პრო-ქართულობა. ამაში არ უნდა შევცდეთ, იმიტომ რომ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული პროპაგანდისტები დღეს ამის აღრევას ცდილობენ. პრო-ქართულობა არის პროდასავლურობა, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი საბოლოო ჯამში დაიშალა. და ეს მოცემულობა კარგად გააზრებული ყველა ინსტიტუციას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან კაფიო გადაწყვეტილებას მიიღებს. კი ბატონო კახა, ჩვენ ვისაუბრეთ მეგობარ აქტზე, თუმცა კიდევ ერთ დოკუმენტზე უნდა ვისაუბროთ, ეს ეხება ქართული კოშმარის არაღიარების აქტს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ბევრად რთული პერსპექტივა აქვს ამ დოკუმენტს, რადგან საქმე ეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ვენესუელას შემთხვევაში მაგალითად ცივილიზებულმა სამყარომ მადურო არ აღიარა, თუმცა აღიარეს მისი კონკურენტი. აი საქართველოს შემთხვევაში თქვენი შეფასებით რა შეიძლება მოხდეს? ფაქტია, რომ ჰაერშია ეს ლეგიტიმაცია გამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, გარკვეული დრო დასჭირდება ახალ ადმინისტრაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს აღიარება არ აღიარებასთან დაკავშირებით. მადუროს შემთხვევაში, სხვათა შორის ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ძალიან ხისტი იქნება. აი ახლა მანდატში რო შევალთ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, მისი ადმინისტრაცია ბევრად უფრო ხისტი იქნება და პრინციპული ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია. ამიტომ იქ მე რასაც უყურებ ახლა გეოსტრატეგიულად, იქ ფაქტურად გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მადუროს რეჟიმი უნდა შეიცვალოს. მადუროს რეჟიმის შეცვლა რა მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით მოხდება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის რომ არჩეული პრეზიდენტი ვინც არის ვენესუელაში, მას რომ აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება ყველა დონეზე მათ შორის. ამაში დარწმუნებული ვარ. აი, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ. საქართველოსთან მიმართებაში ეს რა სცენარით წავა გამოჩნდება, მაგრამ ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლებას უпроსტորად რომ უკიდურესად გაუჭირდება, რომ გარკვეულწილად ეს ტრაექტორია სათავისოდ შეატრიალოს, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ფაქტიურად შემოუბრუნებლობის წერტილი აქვს გადალახული ქართულ ოცნებას, საკუთარი უგუნურობით, პრორუსულობით, პროჩინურობით, დაშვებული შეცდომებით და აი ამ რუბიკონს მიღმა გაკეთებული ნაბიჯებით, რომელიც ფაქტურად მათ ბოლო პერიოდში გადადგეს. მათ რაში შეეშალათ, იცით? ფსევდოკონსერვატიულობით, რომელიც გაყიდვასაც ცდილობდნენ პრეზიდენტ არჩეული პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, ეგონათ რომ ეს მარტივად გაკეთებადი იყო. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იციან, რომ ესენი არც კონსერვატორები არიან, არც რელიგიურები სხვათა შორის, არც ღმერთის მოყვარულები და ამავდროულად დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ფასეულობების რა დონეზე დამცველები არიან, ხო, ეგ ყველაზე კარგად იციან. ამიტომ ფაქტიურად ყველა ის ხესტოტი მოიჭერეს, რაზეც ისხდნენ და ამას რა მოყვება, ყველანი ერთად ვნახავთ, თანაც ძალიან მალე. იმაზე სწრაფად ვიდრე მათ წარმოუდგენლად. მე ამაში დარწმუნებული ვარ. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე ლეგიტიმაციას უკავშირდება, რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოდის ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამ ვიზიტის გამო პიაკაუმა მწვავედ უკვე გააკრიტიკეს, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, მანამდე ჩვენ გვახსოვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სტუმრობა, ხო, ამ ვიზიტებით რა ილუზია იქნება თქვენი აზრით და ხომ არ ფიქრობთ, რომ მივანიშვილის გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციებს სწორედ ლეგიტიმაციისთვის იყენებს და საერთოდ თქვენი აზრით როგორ გამოსდის ხელისუფლებას ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უდრო ვიზიტი, თუ კი საერთოდ ეს ვიზიტი შედგა, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ნეგატიური გამოხმაურება აქვს ამ დაგეგმილ ვიზიტს ჯერჯერობით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და მისი მოქმედი ხელმძღვანელის მხრიდან და მე იმედი მაქვს, რომ იქ მოხდება გადაფასება, იმიტომ რომ დღეს აქ პოლიტიკური ექსპერიმენტების დრო არ არის.
პირიქით მეტი მკაფიობა საჭირო ევროპული ინსტიტუციების მხრიდან, განსაკუთრებით EUTHOS მხრიდან, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის გადაფასება მოხდება მათ გონებებში და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციის საშუალებას ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებას არ მისცემენ. ახლა ადამიანების დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების დროა და არა პირიქით. იმ საშუალების მიცემის, რომ პიარულად გამოიყენონ დე-ფაქტო ხელისუფლებამ თუ როგორ აღიარებს თურმე ერთ-ერთი ევროპული ინსტიტუცია მათ ლეგიტიმურობას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. იმ ორგანიზაციის 99% არ აღიარებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმურობას, რომელსაც წარმოადგენენ და სად ჩამოდიან ერთი ძალიან მაინტერესებს. შესაბამისად, ეხლა პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის, ეხლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო არის. ეს დრო მოდის ყოველ შემთხვევაში. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მკაფიობა კიდევ უფრო დემონსტრაციული გახდება დე-ფაქტო ხელისუფლების მისამართი. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.